გამარჯობა. დიახ, გიცანით. მე ვერ გიცანი. იმიტომ რომ ესეც გელოდი. მაგრამ ბოლოს თვალებით გიცანი. ეთყობა პლასტიკურმა თვალებზე ვერ გიშველა. იცით, ყველაფერს აგიხსნით. ახსნების მოსასმენად არ ვარ აქ მოსული. იქნებ შევუკვეთოთ რამე. შეკვეთილი მაქვს შენი ნამდვილი სახის გამოაშკარავება. ეს რა არის? ეს არის შენი პირადი მიმოწერა. ანუ შენი მესენჯერიდან ამონაწერი. ჩემი მესენჯერიდან? შენი მესენჯერიდან. შენ წერ. ყველაფერი ისევ ძალაშია, როგორც დავგეგმეთ. ვერაფერს ხდება. არ იცი რა ბოთეა. მაგაზე ამბობთ. თქვენ შულს ვუკეთებდი სიურპრიზს. ჩემს ბოთეს, ჩემს ბოთუკას. არაჩვეულებრივი, ჩემს მეგობარს წერდი ზუსტად მაგაზე. შენს მეგობარს. არაჩვეულებრივი სიურპრიზი გამოგივიდათ შენს და შენს, როგორ წერდი? დაუოკებელ მაჩოს. იცით, ერთი მიმოწერით ძალიან გთხოვთ ნუიმში. კარგი, ნუ ვიმსჯელებთ, გადავიდეთ სათვალთვალო კამერებზე. კაფეში შეხვდი მაცტური პირისახის ახალგაზრდას, სადაც შეექცეოდით შამპანურს. ვაი, იქნებ გეშლებათ რამე. მეშლება? დიახ. აი ეს შამპანურის ბოთლი. აი ეს შექცეული ბოკალი. ამის შემდეგ თქვენ ჯდებით ტაქსიში, უკანა სავარძელზე უცნაურად გადახლართულები. ტაქსიში? რაზეც დამემოწმება ტაქსის ძღოლი. გამარჯობა. შემდეგ თქვენ შედიხართ სადარბაზოში და ადიხართ მე-7 სართულზე, რასაც მოწმობს ეს 10 თეთრიანი. ჩემი 10 თეთრიანი. შემდეგ შედიხართ ბინაში, სადაც სამწუხაროდ თქვენი კვალი იკარგება. იცით, მე მაინც მგონია, რომ რაღაც გეშლებათ. მეშლება. კარგი, მოდი გადავიდეთ აუდიო ჩანაწერებზე. რას ამბობს თქვენი მე-4 სართულის მეორე კარის მეზობელი გელა ძივძივაძე? გელა ძივძივაძე. იცით, არ მგონია გოგო პატიოსანი იყოს. სულ სხვადასხვა ბიჭები მოყავს ხოლმე სახლში სტუმრად. კარგი, მეორე სართულის მესამე კარის მეზობელი მანანა ქათამაძე. მე როგორ მესისხება ეგ ქალი. ვაიმე, არ მკითხო შვილო, უზრდელი და თავხედია. მტერს ვის ოჯახშიც ეგ შევა. დავაგრძელო. ავიდე მე-16 სართულამდე. გეფიცებით ცილს მწამებენ, აი გეფიცებით რომ პატიოსანი ცხოვრები. კარგი, გადავიდეთ ბოლო ფაქტზე. ამა წლის 22 აგვისტო. წახვედი მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც უგონოდ დათვერი. უგონოდ დავთვერი და მორჩა? ანუ 22 აგვისტოზე მეტი არაფერი? კოტე! 22 აგვისტოს ფაილები. კატო იყოს. კატო. ავიდე. აბა რა ხდება მითხარი? აი, ახლა აგიხსნით ყველაფერს გეფიცებით. აი, ზუსტად გეტყვით როგორი. ერთი წუთით ჩუმად. ხოდედუს კუნდულები. აქავართ დედიკო, აქ ორივე აქავართ და გელოთებით. მოდი დედიკუნის კუკუნი შენო, საყვარელო. დღეს ქარი იყო, დედა ხო არ შეგცივდა? კაი დედიკო, აქავართ, მოდი. ჩემი ბიჭი უკვე აქ არის. აი ხა რომ მოვა, ყველაფერს აღიარებ, ყველაფერს მოუყვები და დაშორდები. 5 წუთს გაძლევ. მომისმინე ქალბატონო. გეყოფ არა აი ამ გამომძიებლობანას თამაში. ჩანთაში მაქვს საბუთები, სადაც წერია შენი შვილის ნამდვილი მამის ვინაობა. ასევე მაქვს შენი შვილის ბინის საბუთები, რომელიც ჯერ ბანკში ჩაუდე და მერე გაუყიდე. ასევე მაქვს მტკიცებულება, რომ პირველ საცოლეს შენ დააშორე. ნუ ეხლა მაგისთვის მადლობა. ეს რაღაცები მომაცილე აქედან. სანამ შენი შვილი. ყველა. და კიდევ. შენს ოჯახში რომ გადმოვა. სახლსაც შენ დაალაგებ, სარეცხსაც შენ გარეცხავ, საჭმელსაც შენ გააკეთებ და საღამოს ნაქირავე ბინაში წახვალ, რომ ჩვენ არ შეგვაწუხო. გასაგებია.
აბა რა შვებით? გაიცანით ერთმანეთს? მოხვედი, მე და დედამ უკვე გავიცანით ერთმანეთს. აი ეს რა გოგო ყოლია? ეს რა გოგო ყოლია? ამდენი ხანი როგორ არ გამაცანი დედა? ძალიან მომეწონა. ჯერ სათხარ, ჯერ სათხარ. აი მე აცადე, არ დაუმთავრებია დედას. აი ო, ჯერ არა ჩვეულებრივი გოგოა და მიხარია რომ მთელი ცხოვრება შენთან ერთად უნდა იყოს. ძალიან კარგი. თქვენ ისე მიდიხართ, მე მგონი ძალიან მალე დაქალები გახდებით. ეგეთი პერიოდი ჩანს რაღაც. ეგრეა ხო თავიდან ჭირს ურთიერთობა თორე მე. ო, ასეა ხო. ყველაფერი ისე არის. ეს რა არის? არაფერი, ეს ჩვენი ახალი სერვირებაა. რა სერვირება? წვადია რა, წვადი შეუკვდა. წვადი? მე მიყვარს წვადი. რა კარგია რომ წვადია და სხვა არაფერი. მადლობა თემუკა, გიჟდები წვადზე დედა.